მოგესალმებით, ჩვენ ვიწყებთ ახალ გადაცემას, რომელსაც ქვია კითხვები და პასუხები. ჩვენ ვისაუბრებთ ისტორიის შესახებ, განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის შესახებ. ჩვენი თავარი მიზანია, რომ მოზარდებში საქართველოს ისტორია იყოს პოპულარული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ამიტომ ჩვენი პირველი სტუმარი არის გიორგი ბოცვაძე, მე-9 კლასის მოსწავლე, 14 წლის. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეს და იმედია წინ ძალიან კარგი დღე გველოდება. კეთილი იყო შენი ფეხი საპილოტო რეჟიმში ვარ და ახლა შენზეა დამოკიდებული რა და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარ შოუს დავდგავთ რა და მაყურებლისთვის იქნება რაც თავარია საინტერესო. დიახ. ზაძღარ დავიწყოთ. დავიწყოთ. მოდი ჯერ სანამ შეკითხვებზე გადავალთ, გაგაცნობ ახლა ამ გადაცემის სტრუქტურას. ჩვენ დაგისვათ 12 შეკითხვას. შემდეგ ამ შეკითხვების გარშემო გვექნება ჩაშლები, ვისაუბრებ დეტალურად და გამარჯვების შემთხვევაში გაგატან პრიზებს. ჯერ ცოტა გვაქვს, მაგრამ მე ბევრი პრიზი გვექნება და კიდე ხელახლა დაგპატიჟებ რა. კარგი. მოდი პირველ შეკითხვაზე სანამ გადავალ, ერთი მინდა რომ მაყურებელ შენ თანატოლებს აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს ისტორია ყველამ ისწავლოს, რაღაც დონეზე კი რა. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისტორია არის ჩვენი წარსული და ჩვენი წარსული თუ არ გვეცოდინება, მომავალი ვერ იქნება. ამიტომ აუცილებელია ჩვენი ისტორიით ცოდნა, რათა წარსული შეცდომები გავიაზროთ და მომავალში აღარ დავუშვათ იგივე შეცდომები. ჩვენ თუ ჩვენი ისტორია არ ვიცით წარსული, აი 1,000,000% დარწმუნებული ვარ, რომ იგივე შეცდომას დავუშვებთ, რაც წარსულში დავუშვით, მომავალშიც რა. და ამიტომ ყველამ უნდა ვიცოდეთ. და ეხლა რომ მოხდა აი ირანის ელჩი რომ გამოვიდა სიტყვით რა და ესეთი სიტყვა რო თქვა რა რომ ერთ დროს ქართველები ჩამოვიდნენ ირანში და ირანისთვის კარგი რაღაცებიც გააკეთეს რა კვალი დატოვეს აღ დაახლოებით ესეთი კომენტარი გააკეთა და აი ამიტომ უნდა ვიცოდეთ ისტორია რომ ჩვენ მაშინ ქართველები თავისი ნებით წავიდნენ და სამუშაო ვიზა აიღეს და ტურისტულით კი არ ჩავიდნენ, ხო? ძალით გადაასახა. რა რომელი წელი იყო? ეს იყო 1614. 1614 შაჰ-აბას პირველი როდესაც შემოესია, ხო, კახეთ. ძალით გადაასახლა და ეს ყველამ უნდა იცოდეს რა. და ამიტომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ არის ჩვენი მოყვასი და ასე შემდეგ. მოდი პირველი შეკითხვა, ჩემო გიორგი, მზად ხარ დავიწყოთ? დიახ. პირველი შეკითხვა, რომელია ყველაზე უძველესი ქართული ქალაქ-სახელმწიფო? A. კოლხა, B. ურარტუ, C. ხეთები და D. დიაოხი. დიაოხი არის. სწორია, რომელი საუკუნიდან ითვლება ძველი წელთაღრიცხვი დიაოხი? დიაოხი არის ძველი წელთაღრიცხვით ერთი წამით დავფიქსდე ძველი წელთაღრიცხვით ტიგრალ-ფილასარი რომელ საუკუნეში შემოვიდა ასური? არა, ძველი წელთაღრიცხვით მე-12-ში შემოვიდა. მე-12 საუკუნიდან ჩანს. შეიძლება მაქამდეც იყო, მაგრამ პირველად მაშინ გამოჩნდა. ტიგრალ-ფილასარი პირველი როდესაც შემოვიდა, ხო და სხვის ქვეყნები რო დაამარცხა. და რა ბედი ეწია შემდეგ დიაოხს? როდის განადგურდა, ხო და რომელ საუკუნეში და ვის მიერ? დიაოხი განადგურდა კოლხას და ურარტუს მიერ და ეს ყველაფერი მოხდა ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში. აი, მე-8 საუკუნეში მოხდა. მე-8 საუკუნეში მოხდა. ესე იგი, ქვედა დიაოხის სამხრეთ ნაწილი ურარტუმ მიითვისა და ჩრდილოეთი კოლხამ და ესე გაინაწილეს დიაოხის ძველი ქართული ქალაქ-სახელმწიფო რა. კარგი. გადავიდეთ ახლა შემდეგ შეკითხვაზე, მეორე შეკითხვა მაქვს რა. ვინ იყო სამარასი ფარნავაზის? A. მამა, B. პაპა, C. ბიძა და D. ნათლია. ბიძა. ბიძა იყო. სწორი პასუხია, გილოცავ. კარგი, რა ბედი ეწია, მოდი სამარას. სამარასი მოკლა აზომ. ვინ იყო აზო, საიდან მოვიდა, რა ხდება? ვინ იყო სამარასი, მოდი ჯერ ესა. სამარასი იყო მცხეთის მამასახლისი. იგივე მართველი, ხო, მაშინ მეფე არ იყო რა და მოვიდა აზო და მოკლა და დაისაკუთრა მცხეთა. დაისაკუთრა მცხეთა და ფარნავაზი მერე გააცილეს და გაზარდეს
თაში ხო და მე კი ვიცით ეს ისტორია შურიძე გამოფაბულში რო იპოვა. არა მარტო ბიძა მამამისიც მოკლეს სხვათა შორის რა. კარგი. გადავედით ახლა შემდეგ შეკითხვაზე. ეს ნელ-ნელა გავახუროთ რა ეს ჩვენი გადაცემაც. პირველად სად დილაშქრა ვახტანგ გორგასალი. ესე იგი, ჩრდილო კავკასიაში, ბ სპარსეთში, C ინდოეთში და D სომხეთში. ჩრდილოეთ კავკასიაში. ორი პასუხი არის ჩრდილოეთ კავკასიაში. მართალი ხარ გილოცავ? შენ უკვე სამ კითხვას გაეცეს ორი პასუხი და მოდი ახლა ეს ჩავშალოთ. რა უნდა ჩრდილოეთ კავკასიაში, რატომ ჩავიდა მაინდა-მაინც პირველი ლაშქრობა გაბებდა თუ არა ჩრდილოეთ კავკასიაში, რატომ მოუწია? თავისი დაყავდა დატყვევებული და უნდა გამოეხსნა. ია. თუ გახსოვს დეტალურად რომ ჩაუღრმავდეთ, ახლა მე მაშინ მეგეთქვი, ვახტანგ გორგასალი იყო 10 წლის, როდესაც და ორი გოლიათი დაამარცხა. ხო, შემდეგ რომელი იყო თუ გახსოვს ეგ ორი გოლიათი? თარხანხანი ერქვა ერთს ხაზართა გოლიათი იყო და მეორე იყო 22 სახელი ქონდა. ბაყათა როსი. დიახ. ბაყათა როსი იყო. და ამაზე მიდის ის რა ქვია პოლემიკა და ჯელობა, რომ ეხლა მე რაც ამაქვს წყარო ხო ჯუანშერის ვახტანგმა ჩაოლებრივ ბრძოლაში დაამარცხა ბაყათა როსს, მაგრამ ბევრი წერს რომ მაგრამ ჯერ წყარო არ დაუსაბუთებიათ რომ ბაყათარი მოკლა არა თანაბარ ბრძოლაში რა ესე რომ თქვა თავისი ფიცი რაც შეფიცა რომ დაელოდებოდა გადმოვიდოდა მდინარისაკეთ ამან ზურგში შუბი ესროლა თუ რაღაც ესეთი მომწერეს რა და აქ მინდა ერთი კიდე საინტერესო პიროვნებაზე გავამახვილო ყურადღება სანამ ვახტანგ გორგასალი წავიდოდა ჩრდილოეთში აი როცა დარბაზი მოიწვია რა სპასპეტი იყო ჯუანშერი რომელმაც ესეთი წინადადება წამოაყენა რომ მე წავალო ჩრდილოეთ კავკასიაში შენ მეფე ხარ მე მკვიდრი არ აყავს და როდესაც სიტყვაზე რამე მოგივიდეს და შენ რომ მოკვდე ჩვენ ქვეყანა მეფის გარეშე დარჩება პატრონის გარეშე და მე რო იქ მოკვდე არაფერი არ დაემართება ჩვენ სამშობლოს რა და ამიტომ მინდა რომ კაცის დამსახურება ზღვაწლი ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს რა. კარგით. გადავედით ახლა შემდეგ შეკითხვაზე წინ წავიწიოთ. ეს შედარებით მარტივი შეკითხვა, მაგრამ ეს უნდა ჩავშალოთ და ვისაუბროთ რა. რომელ წელს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი? 1784 წელს, B 1786 წელს, C 1782 წელს და D 1783 წელს. 1783 წელს. 1783 წელს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი. ბოლოს მიდის ესეთი გარკვეული მასების საზოგადოების ფიქრობენ, რომ ერეკლეს ჭალებში დამსახურება არის, რომ ჩვენ რუსეთს შევეკარეთ. თქვენ რას ფიქრობთ, აბა გიორგი? მე ვფიქრობ, რომ ეს ტრაქტატი აუცილებელი იყო, რადგან ჩვენ გარშემო იყო ერთი ქრისტიანი სახელმწიფო იყო მხოლოდ რუსეთი და დანარჩენი სპარსეთი და ოსმალეთი და ჩვენ საქართველოს რომ აქამდე მოაღწია რწმენის დამსახურება და ჩვენ აუცილებლად იმ სახელმწიფოსთან უნდა დაუმეგობრებულიყავით, რომელსაც ერთნაირი რწმენა ჰქონდა. ისიც მინდა ვთქვა, რომ რამდენი ელჩობა გაგზავნა სანამ გეორგიევსკის ტრაქტატს ხელს მოაწერდა? ერეკლე მეორე? ერეკლე მეორე. ევროპაში. აი ხო შეკითხვა გვებადება, ხო ეხლა ალტერნატივი გზა რატომ არ იპოვა სიტყვაზე, ხო მაინდა ან ეძება და ვერ იპოვა, ესეთი შეკითხვა ხო ვინც არ იცის. და რა სიტყვი შენ ამაზე? აი ევროპაში ელჩობაზე ან. ხო, ეძებდა, ხო აშკარად. ალტერნატივ გზას და ეძებდა და ავსტრიის იმპერატორს იოსებ მეორესაც მიწერა წერილი, რომ დახმარებას თხოვა და ფულად დახმარებას თხოვა და ვალის აღება უნდა მისგან და ევროპასაც თხოვა დახმარება. რამდენი ელჩობა გაუშვა თუ გახსოვს შენ? ევროპაში? კი, დახმარების სათხოვნელად. ერთი გაუშვა ავსტრიის იმპერატორთან, ერთი გაუშვა აი პოლონეთში, რომ პოლონეთში გარდაიცვალა ის ელჩი. კი, ის ერთ-ერთმა ვერ ჩააღწია ადრესატამდე. სხვათა შორის, პირველი ოსმალეთში გარდაიცვალა და მეორე პოლონეთში გარდაიცვალა. ინტერესო იყო ეს პატარა მიმოხილვა გეორგიევსკის ტრაქტატზე. და ახლა გადავიდეთ
შემდეგ შეკითხვაზე. შენიცი ესეთი ჩვენ მოღალატეებიც ყავდა, გმირებიც ყავდა და ყავდა, მაგრამ მოღალატეებიც ბევრი ყავდა. და საჭიროა რომ ყველა მიცოდეს ვინ იყო მოღალატე და ვინ იყო გმირი რა. რომ ერთმანეთთან მერე შედარება გავაკეთოთ, როგორ უნდა გაიზარდოს ეს მომავალი თაობა და როგორ ჩაეწერება მერე ისტორიაში. კარგი. მოღალატე ყორღანაშვილი იცი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მოდი რა ბედი ეწია მოღალატე ყორღანაშვილს რომ გვითხრა რა. ესე იგი პირველი ჩამოახჩეს, ბ დაასაჭურისეს, c კლდიდან გადააგდეს და d თვალები დასთხარეს. კლდიდან გადააგდო მეფის ერთგულმა საჩინო ბარათაშვილმა. და მე ამას რომელიც ნობელი პატარა სიმღერასავით მოყაროს ღიღინებდა მოდიოდაო საჩინო ბარათაშვილი. ყორღანოღლი. დიახ, ყორღანოღლი სახელი იკრეს და გადაფრინდაო რაღაცა ის ბოლომდე. ყორღანოღლი ქარაფნიდა, ხელი კრეს და გადაფრინდა, მე ეს ხალხმა აიტაცა, ხო? მოდი ახლა უთხრა ჩვენ მაყურებელს, რა სიტუაციაში უღალატა მეფეს ყორღანაშვილმა, რომელი წელი იყო, რომელი ბრძოლა და რომელ მეფეს? სიმონ მეფეს უღალატა, ქართლის მეფეს სიმონ მეფეს უღალატა გარისის ბრძოლაში 1556 წელს ყორღანაშვილმა უთხრა 1569 წელს, ბოდიში. ფარცხისის ბრძოლაში დიახ, ფარცხისის ბრძოლაში და უთხრა მეფე რომელი იყო სიმონ მეფე და აიყვანეს სპარსელებმა და გამოკეტეს მე ალამუთის ციხეში დატყვევულიყო. 9 წელი ყავდათ მე სიმონ მეფე დატყვევული და საჩინო ბარათაშვილმა ტაბახმელის გზაზე როგორც კი იცნო ეს ყორღანაშვილი ეგრევე შეიპყრო და კლდიდან მოისროლა და ესეთი ბედი ეწია მოღალატე ყორღანაშვილს რა. დიახ. აი მახსოვრეთ თუ უღალატებთ ჩვენ ქვეყანას, თქვენც ეგეთი ბედი მოგელით. ამიტომ არ უღალატოთ და პირიქით შეიყვარეთ და გიყვარდეთ ჩვენი საქართველო, რა. კარგი, სწორი პასუხია. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. რომელ წელს მოხდა ნიალის ბრძოლა? ეს თამარ მეფის ეპოქა, ხო? 1193 წელს B 1191 წელს, C 1192 წელს და D 1190 წელს. 1191 წელს მოხდა. სწორია, ოჯახ. კაი ბიჭო. მოდი ამ ბრძოლის შესახებ ვისაუბროთ ახლა. ვის და ვის შორის იყო ეს ბრძოლა, რატომ იბრძოლეს? ეს იყო რა იყო ამის მიზეზი? ეს ბრძოლა მოხდა მეფის მომხრეებსა და აი გიორგი რუსის მომხრეებს შორის და გიორგი რუსის მომხრეებს მეთაურობდა ვარდან დადიანი და ამ ბრძოლის მიზეზი იყო ის, რომ გიორგი რუსი გამოიყენეს მოკლედ და მოღალატეებმა იმისთვის, რომ მეფე ჩამოეგდო და ძალაუფლება უფრო განემტკიცებინათ. ამ დროს გიორგი რუსი სად არის? ამ დროს გიორგი რუსი არის ბიზანტიაში. ხო, რატომ? იმიტომ რომ გააძევეს. გააძევეს, ხო გაშორდა. თამარი რა სიტუაციაში დასაოჯახებელია კიდე თუ ყავს ქმარი, დავით ოსლანი. დავით ოსლანი ყავს უკვე. უკვე დავით ოსლანი ქმარია და ესე იგი ამ მოღალატე დიდებულებს უნდათ რომ გიორგი რუსი ხელახლა შერთონ და ძალაუფლება კიდე განემტკიცებინათ. თავიანთ ხელში ჩავარდება. იმიტომ რომ იმან უპილერებდნენ რა გიორგი რუსით. ხო? კაია, ყოჩა. საინტერესოა ჩემი აზრი. კარგი, ახლა შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ, ნელ-ნელა წავიწიო წინ. რომელ ბრძოლაში დაეცა გმირულად გიორგი გურამიშვილი, იგივე ქუმელა? A კრწანისის, B ასპინძის, C მჭადიჯვრის და D ყვარლის. კრწანისის ბრძოლაში. სწორია, აგი ყოჩა, დაფიქრებას არ გჭირდება მოკლედ, ისე კარგად ფლობ ამ ინფორმაციებს. კარგი, ვინ იყო ქუმელა? ქუმელა იყო რას წარმოადგენდა? აი ერეკლე მეფის ან ქართლ-კახეთის ზარბაზნების მეთაური იყო, ამ არტილერიის მეთაური და გმირულად დაეცა მისი და მისი არტილერისტები ამ ბრძოლაში. როდესაც ტყვიები გაუთავდათ უკვე, ხმლები აიღეს, მუხლებზე დადგნენ, სამი თითით მიწა აიღეს, შეჭამეს, ანუ ამითი პატივისცემა გამოხატეს თავიანთი ქვეყნის მიმართ და თავიანთი წინაპრების მიმართ და ხმლები აიღეს და ბრძოლით დაეცნენ თავიანთ ზარბაზნებთან. მოკლედ, მაშინ ახლა მოდ გავამახვილოთ ამაზე ყურადღება. აღა მაჰმად ხანი არტილერისტებს ეს
არ ხოცავდა, იმიტომ რომ სჭირდებოდა, ხო? თავის ქვეყანაში თავის ქვეყანაში თავის მიყავდა. სამსახურში გადაიბირებდა. შეეძლო ქუმელას და მის ბიჭებს რომ გაეგრძელებინათ ცხოვრება მოღვაწეობა ირანში, რადგან მაშინ ეს აღა მაჰმად-ხანის არტილერისტებს არ ხოცავდა, ხო, ჭირდებოდა პირიქით და საჭირო გამოსადეგი კადრი იყო, ასე რომ ვთქვათ რა. დიახ. ხო, და მაგრამ ქუმელამ ესეთი წინაპირობა ხო წამოუყენა რა, თუ გინდათ ჩვენ ვიცხოვროთ, ჩვენ ვიცხოვრებთ, ვიარსებებთ, როგორც ირანის სამსახურში, მაგრამ ვიქნებით უღირსად ვიცხოვრებთ და როგორი პასუხი შემოუთვალეს ჩვენ წინაპარს უღირსად არაზროს არ უცხოვრია და არ ჩვენ არ დაიღეს შეჭამეს და ეს ზიარების ნიშანი იყო რა. წინაპართა დაღვრილის და ხოლები იშიშლეს და დაეცნენ თავიანთ ზარბაზნებთან. დაეცნენ ზარბაზნებთან ბრძოლის ველზე და შემორჩა ისტორიას. ეხლა ეს სიტუაცია რო არ ყოფილიყო, გიო. რო არ დაცემულიყო, ეხლა ამით მე ყოველთვის ვიძახი, რომ მათი სახელი გახდა მარადიული რა და აი ახლა მე რო სიამაყიტყვები და ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს, შენ რო ესე იცი და ამით ამაყობ, ხო? ეხლა მაგას რო ეს ამბავი რო არ მოხდარიყო და დანებებულიყო და გაეგრძელებინათ ცხოვრება ირანში და მოღვაწეობა, ხო? უღირსადი ცხოვრებდნენ. ისტორიაში არ შემორჩებოდა მათი სახელი რა. და ამიტომ დავაფასოთ ჩვენი გმირები რა და გენაცვალე გიო ძალიან კარგი ბიჭი ხარ რა. კარგი, შემდეგი შეკითხვა ახლა. ცოტა სოფლიოს შევეხოთ. რომელ წელს ჩატარდა ქალკედონის საეკლესიო კრება? A 451 წელს, B 452, C 459 და D 450. და შენ გიყვარს ეს ის? 451. დიახ, ქრისტეს ორბუნებრიობაზე და ბუნებრიობაზე. ქრისტეს ორბუნებრიობაზე დაადგინეს, მონოფიზიტობაზე და დიოფიზიტობაზე დაადგინეს. და მიიღეს რომ დიოფიზიტობა არის დიოფიზიტი არის, დიოფიზიტობა არის ჭეშმარიტება და მონოფიზიტობა დაგმეს. დიოფიზიტი რას ნიშნავს? როდესაც ქრისტეს ორბუნებას ეთანხმები როგორც ადამიანურს, ისე ღვთიურს. მონოფიზიტი არის მარტო ღვთიური ბუნება, ხო რა? და ამ კრებაზე დაიგო მონოფიზიტობა. და ვინ ერთმა ქვეყანამ მიიღო ჩვენს მეზობლად? სომხეთმა მიიღო. სომხეთმა მიიღო მონოფიზიტი. შენი აზრით რატომ მიიღო მონოფიზიტი სომხეთმა? ეს პოლიტიკური ამბავი იყო, აი მეც ეგრე გეთახმები. კი. აი ბიზანტია იყო დიოფიზიტი და სომხეთი მოწინააღმდეგე იყო და სპარსეთი სამსახურში უფრო იყო და ამიტომ მიიღო მონოფიზიტობა, რომ ბიზანტია გაენაწყენებინა და ამითი საბოლოოდ აირჩია ბიზანტიის საწინააღმდეგო მხარე. ოჩახი, ეს ყველაფერი კარგად მიდის, საინტერესოდ, სწორი პასუხებიც გვაქვს და ახლა შემდეგი შეკითხვა. თემურ ლენგი პირველად როდესაც გამოჩნდა საქართველოში? ვინ იყო მაშინ საქართველოს მეფე? ბაგრატ მეხუთე. არც მაცდი ხო სავარაუდო პასუხებს. გიორგი მეშვიდეს მამა, რა? დიახ. კარგი, აღარ გვიდგა მაშინ ეს სავარაუდო პასუხები. გიორგი მეშვიდეს მამა არის. მოდი ახლა თქვა, ერთმანეთს შეებრძოლენ, მაგარი ფიცხელი ბრძოლა ატყდა ქართველებსა და მონღოლებს შორის და რა შეემთხვა შემდეგ, რა ბედი ეწია? ბაგრატ მეხუთეს? დიახ. თემურ ლენგმა საბოლოოდ თბილისი აიღო და დაატყვევეს ეს ყველა. და წაიყვანეს? და წაიყვანა თავისა. რა პირობები წაუყენა იქ? ანუ გათავისუფლება? ხო, რო გაეთავისუფლებინა რა შესთავაზა? რო გაეთავისუფლებინა ისა. სარწმუნოება ხო? დიახ, სარწმუნოება უნდა შეეცვალა და ისლამი უნდა მიიღო. ქრისტიანობაზე უარი ეთქვა და ისლამი უნდა მიიღო, ხო? და თავიდან ამაზე უარზე იყო. და შემდეგ უკვე ფორმალურად მიიღო რა. და როდესაც მოდიოდა საქართველოში რა გააკეთა? ბაგრატმა უთხრა ხო თემური დაარწმუნა, მე ხო მივიღე ისლამი და ჯარი გამაყოლე საქართველოში და დანარჩენ ქართველებსაც მივაღებინებო ისლამს, ხო? და ამ დროს გაგზავნა თავისი ახლო კაცი გიორგი მეშვიდესთან და რა უთხრა, რომ ჩასაფრება მოეხდინა. გახსოვს ეგ? დიახ, და მე ამოუხოცეს თლიანი არენა. ამოუხოცეს და ეს ხინჯად დარჩეს 10,000 კაცი რომ მოუკლეს.
თემურლენგმა ამის გააბრაზდა და ამის მერე შემოგვესია გიორგი მეშვიდე ზურგზე გადაიარა ამ ყველაფერმა რა. თან ახლა კიდე რაზე იყო იცი გაცოფებული მაშინ აი ბაგრატ მეხუთეს გულში რა ქონდა ჩადებული და ამისთვის სამაგიეროს გადახდა უნდა თემურლენგისთვის რა როდესაც იმყოფებოდა თემურთან კარზე მაშინ თემურმა გამოგზავნა თავისი სარდალი და ყველა ეკლესია მონასტრები დაანგრია და დაწვა და რომელი ეკლესია იყო ფათახევის მონასტერში ბერები ამ მოწვაში გნია ხო ჩაკეტა სულ ყველა და დღემდე არის იმის კვალი ფათახევის კვალი დიახ და ეს ქონდა გულში ჩადებული რა ბაგრატს რომ ეს შური უნდა ეძია ამისთვის რა და ესეც გარდაიცვალა რომ მაინც 10000 კაცი მაინც ამოუხოცა რა და რაღაცას მაინც მიაღწია კარგი გადავედით ახლა შემდეგ შეკითხვაზე გიო ხო არ დაიღალე არა ხო საინტერესო თვინეს თემა კარგი ვინ იყო იბერიის მეფე რომლის დროსაც დამყარდა პირველი მეგობრული კავშირი რომის იმპერიასთან ესე იგი ა ასფაგური ბ ფარსმან ქველი c ვაჩე და d მითრიდატე მირდატი იგივე სწორი პასუხია მითრიდატე იგივე სწორია ყოჩა იმპერატორ ვესპასიანესთან ჰქონდა ფარსმანი ხო არ არის ფარსმანი ცოტა მერე კარგი მოდი ახლა ამის შესახებ ვისაუბროთ მირდატი რომელ საუკუნე არის რომელი საუკუნე საიდან ხვდებით ჩვენ და რომ მათ შორის მეგობრული კავშირი იყო აი მცხეთის ციხეზე წარწერა არის ფირფით აიპოვეს და სადაც ეწერა რომ სადაც საქართველოს რომმა ააშენა ეს ეკლესია რა იყო და ეს ციხე რომმა გალავნის გამაგრებაში ეხმარება რომი გამაგრებაში ეხმარებოდა რომი და ისე რომ საქართველოს და რომი მეგობრები არიან ვესპასიანესთვის და რომის მეგობრობისთვის ესეთი რაღაცა ეწერა ხო იმ ფირფიტაზე რა და ამით ეს იყო ახალი წელთაღრიცხვით 75 წელი ხო და რატომ დაუმეგობრდა ახლა მოდი ესეც ახსნათ ყველა ჩვენ ახლა რომ მეგობრობა ესე არ მოდის რატომ აქამდე არ მეგობრობდით რატომ შემდეგ დამეგობრდა წყალებში მეგობრობა რა თქმა უნდა ხო რა იყო ამის მიზეზი რომ რომა გამოთქვა სურვილი ქართველებთან იბერიელებთან დამეგობრობა რადგან მითრიდატე მეფემ დარიალის ხეობა დარიალის კარი გახსნა და გადმოუშვა ისინი ჩრდილოეთ ომელები და რომი დაარბია და რომა მეგობრობა აღუთქვა რადგან კიდე აღარ გადმოეშვა და თავისი პროვინციები აღარ შეეწუხებინა შეუსია როგორც შემდეგში გამოიქცა ფარსმან კველია რა დიახ და საზოგადოება მინდა იცოდეს რომ მარტო ეს ტაქტიკა ფარსმანს არ გამოუყენებია მითრიდატესაც მირდატმას გააკეთა კარგი სწორია გიო მადლობა 10 შეკითხვას უკვე სწორი პასუხი გაეცი დაგვრჩა 2 შეკითხვა ამ შეკითხვასაც გაეცი პასუხი და საჩუქარი შენია რა დახმარება გაქვს ჩემი დახმარება გაქვს ჩვენსკენ ვარ მიდი ბოლომდე კარგი დავით აღმაშენებელი რუსთავის აღების დროს მეხუთი შეკითხვას პასუხიც ვიღე სად იმყოფებოდა ა მცხეთაში ბ მუხრანში c გორში და d კასპში მუხრანში იმყოფებოდა დარწმუნებული დიახ რა უნდა და მუხრანში რატო იყო ვირა იყო მაშინ რუსთავი გიორგი ჭყონდიდელმა სწორი პასუხი არის მუხრანში იმყოფებოდა მაშინ დავით აღმაშენებელი რუსთავის აღების დროს რომელ წელს აიღეს რუსთავი 1115 წელს 1115 წელს ნუ ესეთი სტრატეგია ჰქონდა რა დავით აღმაშენებელს ხო როდესაც მოშორდებოდა თურქ-სელჩუკებს ესე იგი სიტყვა გავარდებოდა რომ დავითი წავიდა ან დასავლეთში არის ნუ თურქებისგან შორს არის რა მაშინ ნებას აძლევდნენ თავის თავს რომ მოშვებულიყვნენ რა აღარ ეშინოდათ იმიტომ რომ დავითი სადაც დაინახავდა ყველგან ხოცავდა და მოულოდნელად გადმოვიდოდა მე დავითი და ამოხოცავდა და შემდეგ უკვე მოულოდნელობის ეფექტით არ წივივით მოხროდა ხოლმე და თავს ესხმოდა რა მაგრამ ამ სიტუაციაში გიორგი ჭყონდიდელმა შეიტანა დიდი როლი რა მან აიღო რუსთავის და სამშვილდეც 1110 წელს თავის დიშვილთან ერთად კარგი
შემდეგი შეკითხვა ეხლა მე-12 დასკვნითი შეკითხვა არის, ეს შეკითხვა გამოგიგზავნა ჩემმა კლასელმა, რომელიც არის ისტორიის მასწავლებელი, ჩემი ბავშვობის მეგობარი მარიამ ტალახაძე. ეს არის ღია შეკითხვა რა. და ცოტა დაფიქრდი, არიჩქარო, რადგან ბოლო არის. კარგი, ცოტა დიდი შეკითხვა და ყურადღებით მოისმინე რა. ძველი დროის დასავლეთ საქართველოს ნაქალაქარებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მცირე ზომის ორპირი წვრილკბილებიანი ნივთები. ისინი ძირითადად ქალთა სამარხებში გვხვდება, თუმცა ზოგი მაგალითი ნაპოვნია საოჯახო ნაგებობების ნაწილშიც. არ დამთავრებულა. ზოგჯერ მათზე ჩანს გეომეტრიული ხაზები და ცხოველური მოტივები, რაც მიუთითებს ადგილობრივი ოსტატების დახვეწილ ხელოსნობაზე. საინტერესოა, რომ მსგავსი ფორმის ნიმუშები იცნობას კვითურ სამყაროში, ხოლო ხმელთაშუა ზღვისპირეთში იშვიათად, რაც მათ ადგილობრივ წარმოშობას უსვამს ხაზს. მიუხედავად პრაქტიკული დანიშნულებისა, ეს ნივთი ასევე იყო სოციალური სტატუსის ნიშანი. დაასახელეთ ნივთი და მისი აღმოჩენის ადგილი. ეს ჩვენ გავლილიც აგვაქვს პირველ ლექციას. ანუ ნივთი იყო ორკბილიანი, ისა როგორც ნახსოვს. კი. და რა არის ეს ნივთი? რა არის ეს ნივთი, აბა? ესე იგი, ქალების ნივთი არის, რასაც გვეუბნება, სამარხებშია ნაპოვნი. ეს ჩვენ გავიარეთ, მე აგიხსენი პირველ ლექციებს, რა. ესე იგი, მეგობრებო, მე მაქვს ონლაინ ლექციები საქართველოს ისტორიის შემსწავლელი და ვისაც სურვილი გაქვთ, რომ შეისწავლოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია ესე დეტალურად, მომწერეთ, დარეგისტრირდით. სამი თვე მოიცალეთ რა, კვირაში ერთი დღე გვაქვს 2 საათიანი ლექცია რა და დაწვრილებით ისწავლეთ. აი გიორგი ჩები მოსწავლე არის. კი ეთყობა როგორ კარგად იცის ჩვენი საქართველოს ისტორია რა. ცოტა ხანი დავფიქრდები და. დააფიქრდით, ან იბჟელეთ თუ გინდა. რომელი სამარხები ვიცით ჩვენ? აი რომელი გვაგავლი? რომელი სად აღმოაჩინეს? ხო, აი რომელი სამარხებია ცნობილი იმ დროინდელი ძველი სამარხები. არქეოლოგებმა რაც აღმოს გათხოვეს. სადღაც იყო დასავლეთით თან. დასავლეთით ვანი. ვანი კიდე თერჯოლა იყო. რა იმერეთის ტერიტორია იყო? მოდი ერთ შეკითხვაზე ვინიშნებას მოგცემ, რომ მე ხო გითხარი ჩემი დახმარების უფლება. რატო არ იყინება? ვანი სწორია. ვანი სამარხი არის რა. ვანი სამარხი არის სწორი პასუხი. მაგრამ მე ხლა ნივთი მითხარი რა აღმოაჩინეს. ორკბილიანი ქალი რო იყენებდეს? სოციალური დანიშნულებაც აქვს ამას და პრაქტიკულადაც ყოველდღე ხმარობა. ნუ დღესაც იყენებს ადამიანი, ოღონდ რა თქმა უნდა ფორმა შეცვლილია. მე არ ვიყენებ მაგალითად. ქალები იყენებ. მგონი მივხვდი. ლოგიკა. შენ გაქვს კიდევ ერთი დახმარება, ოპერატორის დახმარება. ოპერატორის დახმარება. სავარცხელი ხო არა? სწორია. ეგვიპტე. სწორია, გენაცვალე, სავარცხელი. კაი ბიჭი ხარ, როგორ გამიხარდა ეხლა რომ გამოიცანი. აი ეს დაგეხმარება. აი ოპერატორად ეგრევე მიხვდა თმები. თმებზე წავიდა შენს. არა, მეც მართლა მაგას ფიქრობდი, მთელი სავარცხელს ფიქრობდი. გენაცვალე. გიო დიდი მადლობა ესეთი კარგი გადაცემისთვის, რომ მოხვედი, დრო გამონახე. მე ვიცი შენ ისტორია როგორ გიყვარს, მით უმეტეს საქართველოს ისტორია და მინდა რომ მაგალითი იყო შენი თანატოლებიც, შენზე პატარებდეს. და ასევე დიდ უფროსებისთვისაც, კაცო. თავისუფლად შეგიძლია და მე მინდა რომ აი ეს საჩუქარი, ეს არის მიკროფონი რა, პეტლიჩკა იგივე რა. შენ ახლა ისეთი ცოდნა გაქვს ეს უკვე ცოდვა არის რომ ეს ცოდნა მარტო შენთვის გქონდეს რა. უნდა გამოასხივ ესე იგი და საზოგადოებას აჩუქო და
თავდაპირველად ამას გაჩუქებ შენ. აი ამ მიკროფონს, რომ ბლოგები ჩაწერო, პატარ-პატარა ვიდეოები რა. დანარჩენი ყველაფერი შენს გვერდითო, ვარ. რაც კი რჩევები კი დახმარება დაგჭირდება, ოღონდ შენ რამე დაიწყე რა. ასევე გაჩუქებ ჩემს ელექტრონულ ციკლს ქართველთა ბრძოლების შესახებ. ეხლა ელექტრონულს ეხლა იმიტომ ჩუქნი, რომ ეხლა ჩვენ არ დაბეჭდილა ხო ერთ კვირაში. ეხლა ეს გადაცემა რო გავა, შეიძლება უკვე დაბეჭდილი იყოს და მე თვითონ ჩამოგიტან სახში მოგაწვდი რა. შევუკვეთეთ მეგობრებო, ქართველთა ბრძოლებია ძალიან მაგარი წიგნი არის რა. 128 გვერდიანი არის, 40-მდე ბრძოლა არის. იწყება გაერთიანებული საქართველოსთან, თავდება ბრძანისის ბრძოლით რა. და ნუ ამჯერად ეს საჩუქრები გვაქვს, იმიტომ ეს პირველი გადაცემა არის, ესეთ ჩემი რაც შემეძლოს გავაკეთე და უკვე სპონსორებს რო ვიშოვით, და ესეთი ხალხი უნდა დავასაჩუქროთ რა, ბევრი მოვა და მე კიდე მოგიწვევ აუცილებლად აი საახალწლო გადაცემაში მოგიწვევ რა. ეს დასკარად ვერ ვიყავი ჩემი თავი. რატო ხო არ ინერვიული? არა, აი რაღაცა წლები ამერია ცოტა. არა უშავს, პირველი შეიძლება იმოქმედა კაი განათებამ, კამერამ და ასე შემდეგ. ეხლა შენ კი არა, მე რო დავიწყე თავიდან ჩაწერა 10 ჯერ უნდებოდი ხოლმე ამ ვიდეო ერთი და იგივე ვიდეოს ჩასაწერად რა. ჭრიდი და ვჭრიდი, არა უშავს, ხო იცი? 100 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერი, მაგრამ მე სულ ჭრიდი. კარგით, აბა დაგემშვიდობები, ჩემო კარგო ხალხო. მინდა რომ ჩვენი ვიდეო მოიწონოთ, გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს ეს არხი. ნუ რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, არავინ არაფერს არ გაძალებთ და დაწერეთ კომენტარებში ერთი შეკითხვა, რომელსაც შემდეგ გადაცემაში მე დაუსვამ ახალ სტუმარს რა. ავარჩევთ ერთ საინტერესო შეკითხვას და ესეთი რუბრიკა შემოვიღოთ, არა? მაყურებლის შეკითხვა რა. ამა რა გამოვა? კარგად. შემდეგში უკეთესი ვიქნები და იმახსოვრეთ აუცილებლად. არა, შენ დღესაც შვენიერ 14 წლის ასაკში მე კარგად ვიცი შენ კიდე რა პოტენციალი გაქვს და რამდენი რამე იცი. იმიტომ რომ ჩვენ სექტემბრიდან ერთად მოვდივართ, არა? და შემდეგ საახალწლო გადაცემაში შენ დაგპატიჟებ აუცილებლად. კარგად, აბა დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ ჩვენი არხი.